ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო ისევ აგრძელებს მოგზაურობას და სტამბულიდან გადაცემებს მოგაწვდით. დღეს ორხანგაზის, კავკასიის კულტურის და ურთიერთდახმარების ასოციაციას ვეწვიეთ. ასოციაცია 1995 წელს დაარსდა. მისი დაარსების იდეა კი ორხანგაზში მცხოვრებ ქართველს ეკუთვნის, რომელიც მრავალი წლის წინ გადასახლდა და თავისი წინაპრებიდან გადმოცემული შთამომავლობის სიყვარულით ისევ აგრძელებს ქართველობას. სწორედ ეს ცენტრიც ამიტომ დააარსა, რომ ქართველების თავშეყრის ერთ-ერთ საინტერესო ადგილად ექცია. ფიქრობ ეს გამოუვიდა, თუმცა ინტერვიუში ამას ყველაზე კარგად თვითონ გვიამბობს. შექმნა ქართული ცეკვის ანსამბლი, სადაც დაახლოებით 150 ბავშვზე მეტი მონაწილეობს. ასევე დედაენის ცენტრი, სადაც ხდება ქართული ენის შესწავლა. წერა, კითხვა და თქვენ წარმოიდგინეთ, გასაოცარია და თურქეთში მცხოვრები თურქი ეროვნების მქონე ქალბატონები სურვილს გამოთქვამენ, რომ ძვირფესვიანად შეისწავლონ ქართული ენა, მეტყველება, წერა თუ კითხვა. ძალიან გამიხარდა თქვენი ჩამოსვლა და ასეთი შეხვედრა. მგონია რომ ამ კულტურასა ჩვენ ასეთი ერთად რომ გავაკეთებთ შეხვედრებსა და იმასა, უფრო გავაძრევლდება და უფრო გავიგებთ ერთმანეთსა, რომ როგორ დაეხმაროთ ამ თემასა, ამ კულტურასა, საქართველოს და თურქეთის ურთიერთობაზე და აქაურ გურჯების, ჩვენებურების გამძლეობაზე და გაგებაზე საქართველოს ისტორიას ძალიან დიდი ხანია აქვთ ჩვენ. ისეთი რომ ჩვენი წინაპრები ჩამოსვლან 150 წელი წინ ჩამოსვლა, 150 წელი გახდა და მაინც ისეთი რომ კიდევ ჩვენ ჩემი დიდი ბაბუა მეტყოდა რომ შვილო ჩვენ თურქეთში ვართ, ან მაინც ქართველი ვართ და ქართული სისხლით ვიყავთ ჩვენ ზავოში და ეს ჩვენ ახლა შენ გესაუბრებით გელაპარაკები, შენ შვილებს ასწავლე და ელაპარაკე. ჩვენ შვილებსაც ვასწავლე, ან შენ ოჯახის ლაპარაკობთ ქართულ ენას, ქართულ კულტურას აყვარებს და ან ასოციაციას ვაკეთებთ. ისეთი რომ გავაკეთებთ დედაენის მასწავლებელი, დედაენას ვსწავლობთ ამ ასოციაციაში და ანუ ამ ცენტრის დაარსება პრინციპში გენეტიკის კარნახი იყო, ხო და მოთხოვნა. კი, აუცილებლად. და ისეთი რომ შარშან ორი პერიოდი გავაკეთებთ 400 ადამიანი, 80 ადამიანი, ორი კლასი იყო და სერტიფიკატები დაურიგეთ. ძალიან კარგი თემა იყო, ყველამ ისწავლა. ისეთი რომ ეს მარტო ქართველებს არა, აქაურ თურქებსაც ეინტერესებიან ჩვენი ენა, ისეთი რომ ჩვენ აქაური თურქებიდანაც იყვნენ მოსწავლეები თურქები. ერთი მაინც დაინტერესებული 20 ადამიანი იყო. აი მათაც ისწავლეთ ძალიან, მაგრამ ძალიან უხარიოდა რომ ისწავლეთ. ისეთი თემები ვაკეთებთ აქ. ცეკვის ქართული ცეკვის ჯგუფი გვაქვს, 50 ბავშვი ყავს მოსწავლე. მოდით ვისაუბროთ ერთ რამეზე. გაცვლა გამოცვლის პროგრამა რამდენად ხელმისაწვდომია თქვენთვის და რას გეგმავთ ამასთან დაკავშირებით, რა გინდათ რომ გააკეთოთ? გაცვლა გამოცვლის პროგრამაზე რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრ ფესტივალზე, მეც სატელევიზიო სკოლის ხელმძღვანელი ვარ და ძალიან ბევრ ფესტივალზე მიყვავს ბავშვები, იქედან ვიმეგობრებთ, აი ხაც მაგალითად ბრიუსელში ვიყავით, ერთ-ერთ თეატრს ვეწვიეთ და ძალიან კარგი იყო. ამ თემებზე გვინდა უფრო კარგად ვიმუშაოთ და უფრო კარგად ეს თემები გავაკეთოთ. დიდები არა და უფრო პატარების გადმოსვლა ჩვენ მე ვაპირებ, რომ უფრო მართალი და უფრო კარგია, რომ ისეთი რომ მაგინი გეიზდებიან, რომ დიდები გახდებიან, მე უფრო ურთიერთობას და პატარობიდან იწყობენ ურთიერთობას და მეგობრობას და
ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის უფრო წვალობენ და უფრო იწვალებენ და უფრო კარგი თემები გააკეთებენ ფიქრობთ. მაგიტომ კი ბავშვებიდან დაიწყოს ეს თემა. მადლობა იმისთვის რომ ესე თბილად და კარგად მიგვიღეთ. რა თქმა უნდა პროექტისთვის არიან ჩამბრძანებულები და პროექტი კეთდება განსაკუთრებული, თუმცა მე მინდა ორი სიტყვით ქალბატონი ნელი შევაფასოთ და მისი მოღვაწეობა აქ რაც არის. მისი საავტორო გადაცემა. დიდი მადლობა რომ ნელის თავრობით ნელის დონებით ეს თემა გაკეთდა, ჩამოდით და დიდი მადლობა. ყველანაირ თვისებით დღეს გვერდითვა კულტურის სფერო იქნება, ხელოვნების სფეროში ყველანაირად თუ რამე გასაჭირია, თუ რამე ყოველთვის როგორც თქვენს გვერდით იგულოთ თქვენს დასს და თუ რამე საინტერესო პროექტები გვექნება, ერთად უფრო გავცდილებები. ჩემს ცოდნას გამოცდილებას ყველაფერს მოგახმართ თქვენ. წარმატებები თქვენს და ყველა საქართველოს გავმარჯოს. ორგანიზაციას უამრავი საფესტივალო ღონისძიებები აქვს ჩატარებული, როგორც ორხანგასში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მხოლოდ კულტურული ღონისძიებებით არ შემოიფარგლება ამ ორგანიზაციის აქტიურობა. ისინი უამრავ ქველმოქმედებას ეწევიან. ორგანიზაციის კავკასიის კულტურის და ურთიერთდახმარების ასოციაციის თავმჯდომარეა ბატონი ადემ თურანი. ორგანიზაციის აქტიურობაში ჩართულები არიან არა მარტო ქართველები. მეგობრობა ისეთი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთში მეგობრობა. ნათესავზეც კიდევ მნიშვნელოვანი უფრო ამბობს ქალბატონი. ესე იგი აიში გავიცანი სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, მაგრამ ისეთი თბილი, ისეთი საყვარელი, არ ვიცი, ისეთი მეგობრობა გვაქვს, რომ მე მგონია რომ მთელი ცხოვრება ვიცნობდი. და ზუსტად ამას ამბობს რა, ჩვენთვის მეგობრობა ისეთი მნიშვნელოვანია, რომ მისი გულისთვისო თუ კი რამე უჭირსო, ყოველთვის ვიხარჯებით და კიდეც დავიხარჯებით. ძალიან დიდი ის არის თურქეთში ეს ტრადიცია, ძალიან დიდია და ძალიან მეგობრობა, ცალკე ის არის რა, ძალიან დიდი მნიშვნელოვანი რაღაც არის თურქეთში. ანუ ეს არის ჩვენი არა თურქეთში, საქართველოშიც იგივეა და აგერ რამდენიმე თვეა ვიცნობ ბირბირიმეს კაჩაიტთან იოროს ამა ოქდერსებიო რომ კისენი ჩოქსებიო ერთად გვიცეკვია ერთად გვიმღერია ძალიან ბევრი რაღაცა ერთად გაგვიკეთებია და ეს იცი რა ხელა სიყვარულით გაგვიკეთებია ვერჯერ მე აი სოციალური მისეში რომ ამიტვირთია ხო მithქვია რომ იქი ვარ სიმის რა კარგია რომ ხართ და არსებობთ აი ესეთი ურთიერთობა გვაქვს ჩვენ. ძალიან კარგი. აფხაზი ქალბატონი, მე ქართველი, ის თურქი, მნიშვნელობა არ აქვს. თურქი, ქურთი, ლაზი, ყველა ერთად ავართ ამ ორგანიზაციაში და მნიშვნელობა არ აქვს. იცი, აი, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. აი ესეთი ორგანიზაცია, ეს და ასეთი ასოციაცია და ასეთი ქალბატონები არიან აქ. Bana diyor ki düşündüm bu daşçı. Güzel kadın bu daşçı bir sporcu. Sporcu var sporcu. Sportsmeni. აი ესეთი მეგობრული ინტერვიუ გამოგვივიდა, ყველა მეხმარება, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დავიწყოთ. Hoşça kalın, görüşmek üzere. Geleceğimiz bütün kardeşlik ve samimi işten duygularla olsun istiyorum. დიდ მადლობას მოგიხდით პირველ რიგში მოსვლისთვის და დაგვაფასეთ მოგზავნით გაიცანით ეს ასოციაცია გაგვიცანით ჩვენ უღრმესი მადლობა და კიდევ ვისურვებდით რომ ჩამოგზავნით ნახოთ ეს ასოციაცია ნახოთ ეს ხალხი ეს ქართველები თურქეთში როგორ არიან როგორ უყვართ თავიანთ ის დედა სამშობლო როგორ უყვართ თავიანთი ენა კულტურა ცეკვა სიმღერა და რა ვიცი მე აქ ცხოვრობ თურქეთში წარმოშობით თელავიდან მაგრამ ჩემი გული სიყვარულით არის სავსე რატო გეტყვით იმიტომ რომ მე აქ ძალიან ბევრი მეგობარი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ვიპოვე და მინდა რომ კიდე ჩამოვწადეთ კიდევ გიხილოთ აქ და უფრო ახლოს და უფრო კარგად გაიცნოთ ეს ადამიანები ნახვამდის ძალიან დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში აქ მშვენიერი პავილიონი მოვიწვეთ რაც შეეხება თქვენ არ შემიძლია არ აღნიშნო რომ ყველა ქვეყანაში სადაც ჩავდიო ყოველთვის აღმოვაჩენ ხოლმე ჟურნალის რომელთაც მეგობრობთ და მე უკვე ჩვენი ურთიერთობა მისვლა მოსვლით სრულდება
მე ვისურვებდი ჩვენი მეგობრობა გაგრძელდეს და ძალიან კარგი მეგობრობა გქონდეს. ხვალ ბატონ დავითს ვესტუმრებით სკოლაში და გვიმასპინძლებს მის სკოლასაც გავაშუქებ და ძალიან სასიამოვნო საინტერესო ფილმი გაკეთება, რომელიც გერმანიაში უნდა წავიღოთ და დახურვა უნდა იყოს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს კოლეგას, რომელიც ახლა შეემატა ჩემი მეგობრების სიას, ვერიკო ჭიჭიაშვილს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმისათვის, რომ მაწვდიდა მასალებს, ინფორმაციებს. მადლობა შენ ვერიკო და ვფიქრობ, ჩვენი მეგობრობის ხიდი კიდევ უფრო გაღრმავდება და შორსსავა. აქვე მინდა ქალბატონ ნელი აფციაურს, რომელიც ჩვენი შეხვედრის ავტორი იყო, გზა დაულოცო, უსურვო ბევრი წარმატებები და კიდევ უფრო მეტი წინსვლა იმ საყვარელი საქმის გასაკეთებლად, რომელსაც ის ყოველთვის გულწრფელად და სიყვარულით ემსახურება. თქვენთვის გადაცემაზე ვმუშაობდით ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო. კერძოდ ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მანანა გაბრიჭიძე. ხო, თუ ქართულს სწავლობ, ხო? ქართულს სწავლობ. მოდი ახლა მასწავლებელს ველოდებით იქიდან შემოგვიერთდეს. ესე იგი, თურქეთში ქართულის მასწავლებელი ყოფილა, თქვენ წარმოვიდგინეთ და ამაყილა ჟურნალისტი. მარტო ჟურნალისტი არა, ისტორიკოსი. ისტორიკოსი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, მაგრამ მე ყველაზე მეტად ჟურნალისტი გამიხარდა. რადგან ჩემი პროფესია და ჩემი კოლეგა აღმოჩნდა. მოდი ახლა ჩვენ პატარა ანონსს ჩავწერთ, რომელიც ძალიან სასიამოვნო იქნება თქვენთვის ძვირფასო მაყურებლებო და სახელმწიფო დაიდება მასალა. საერთოდ ქართული არ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ქართული მშობლები ყავს, გვარად არის ბერიძე. მე მას ქართული სახელით დავარქვი, მინე მანანა. მანანა, მეც მანანა. და ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ისწავლოს თავისი მშობლების დანატოვარი ენა და ყოველთვის ამბობს, რომ ამა როცა ცხალი იყოს იამაყებდა ჩემთო და მართლაც ასე იქნებოდა. მაგრამ ყველაზე კარგად ასე ვთქვათ, ქალბატონმა მინე მიცის ქართული. ქუთაისშიც იყო, იქიდანაც ჩამოიტანა რამდენიმე სიტყვები, გამახარა. ქუთაისში ჰანგი კელიმელი რო რენდინის მინეჰანი? მიანე დამავიწყდა ბევრი ისწავლა, მაგრამ ხანდახან ავიწყდება. ეხლა ალბათ სტრესის ქვეშ არის ცოტა. მაგრამ არა უშავს. ჩვენ სწავლობ ქართულის ენას. ჩვენ სწავლობთ ქართულ ენას. აბა მეორედ კიდევ. 3, 4. ჩვენ სწავლობ ქართულის ენას. კეთილი იყო თქვენი მოგზაურობა. ძალიან კარგი დიდი მადლობა. მე ძალიან მიხარია, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა, ორი მანანას გაცნობა. დროებით, ბედნიერად.